მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო, აი ეს მითების მკვლელობა რომ მოხდა, რა ვიცი, საზიზღარი. მე ვიტყვი რომ ეგ იყო სადაზვერო მკვლელობა ჩვეულებრივ და საქართველოს მოქალაქეს რო შეტენის კობაურს 19 წლის ბიჭს ამ ოჯახის ამოწყვეტა რა და მე ექსპერტიზები რო გააკეთეს რაღაცა საოცარი და გაუპატიურებაც რო შეტენეს, ჯერ რომ მოუკლია და მე რო გაუპატიურებია და მე თურმე ექსპერტიზას რო ვერ დაუდასტურებია რომ გაუპატიურებული იყო და მე თურმე შემთხვევით ექსპერტს რო მიცვალებული ქალის საშოში რო ჩაღვრია კობაურის სპერმის სინჯები და აი ესეთი ანომალიები რომ მოხდა და უპატიოსნესი კაცი როზის იქ იმ ციხეში მარტო იმიტომ რომ სადაზვერო შანტაჟის და საქართველოს ნაძირალა ხელისუფლების ბრალი რო არის რომ მიაწმინდეს რა ხელები უპატიოსნე იმიტომ რომ დააშინეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეხლა გამოვიდა კომენტარები და ეს ბიჭი ყვება, ეხლა გაახსენდა თურმე რუსთავი 2-ის ტელევიზიას, რომ თურმე უნდა ილაპარაკონ ამ ტიპთან და ამითი ახლა ამას რო ილაპარაკებენ, გამოჩნდება ქართული ოცნებას რა ცუდი და დისკრედიტირებული საგამოძიებო და საპროკურატურო სისტემები ყავს რა. ამას ვიზახოდი რომელ წელში, როგორც დაიჭირეს მაშინ და ის კობაურს რო დაუნიშნეს ადვოკატი, ისიც უშიშროების ნასეტკა იყო სხვათა შორის და არის. და თავიდანვე ჰქონდათ ეს ჩანერგილი, ეგრეთ წოდებული ადვოკატი კობაიძე, ვინც დაუნიშნეს. და ის მთელი სასტავი, ვინც იყო, ეს იყო უშიშროების სასტავი, მიდრეკილი იქ და მისმული იქ კუთხეში, იმიტომ რომ ხმარო რაღაცა ამოღებული იყო, აი ამათ ისე დაელაგებიათ საქმე, როგორც უშიშროებას უნდოდა. ხო და დღეს კიდე ხდება ამ სიმართლის დამალვა და სინამდვილეში ამ მკვლელობას უძღვის უკან ძალიან დიდი უსამართლობა და გაურკვევლობა, რაშიდაც არის ქართული საზოგადოება ჩავარდნილი არის იმაში, რომ ეს რაიან სმიტი და მისი ოჯახი საქართველოში იყო სადაზვერო მისიით და ისინი მოკლა იქ კონტრაგენტებმა და ამაში უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა გარევა და დაზარალებულად ჩათვალა საკუთარი მოქალაქე, ანუ ბრალი წაუყენა და დააზარალა საკუთარი მოქალაქე. იმიტომ რომ სხვანაირად თვითონ ვერ გაიგო იქ რა შვაში იყო. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერო ორგანიზაციებმა ეგრევე წაიღეს აი ამ სმიტების ტელეფონები, პირადი მონაცემები, გახურული ფაილები და ყველაფერი აბსოლუტურად, რაც ამ კონფიდენციალურ საქმეს შეეხებოდა. კაცი დღეს გაწირული არის არაფრის გულისთვის საქართველოს მოქალაქე, როგორც თავის დროზე მოკლეს 90-იანებში ბინძური საქმე იყო, ეგეთ ბინძური საქმე იყო. ამერიკის ციუს აგენტი რომ მოკლეს და იგის დააბრალეს გაჭირვებულ ქართველ ჯარისკაცს, რომელიც თითქოს ბაზიდან გაიქცა და ბოთლს ესრო და ტყვიას და ამას მოხდა თავში. ისეთი ლეგენდიც ეს გაჭირვებული ბიჭი უფრო საზიზღარი ლეგენდით, უფრო დაუჯერებელი ლეგენდით და მე ვიტყოდი რომ მე ვიქნები მომხრე, გაირკვეს ეს საქმე და აუცილებლად გაირკვევა და ქართულ ოცნებას მთელი თავისი საგამოძიებო სტრუქტურები, თავისი პროკურატურით, თავისი მახინჯი სასამართლოებით ადრე თუ გვიან ნამდვილად მოუწევს ამ სისხლიან საქმეზე პასუხისმგებლობა და სიმართლის აღიარება და ასეთი უბრალო ადამიანების ცოდვაში ჩამდებ ხალხს თუ გონია რომ ღმერთი არ მოკითხავს პასუხს პიროვნულად, ხო ძალიან ცდება, თუ ბუერანგივით მოუბრუნდება ეს ყველაფერი აუცილებლად უკან.